რესპუბლიკური პარტიის ქართული ოცნების ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარტიის წევრებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს. მათ პირველი შეხვედრა დღეს თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართეს. რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თოდუამ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრა. სიმბოლურია რომ მე და ჩემი გუნდი საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ სწორედ იმ ოლქიდან და იმ ხალხთან ერთად, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აბსოლუტური ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მე გადმომცა მანდატი საკრებულოში. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და შევსვალეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი დღეს უკვე პარლამენტში გზას დამილოცავს დიდი პოლიტიკისკენ. ადგილობრივი მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს და ამბობს, რომ ქუჩაში ბევრი მნიშვნელოვანი მოუგვარებელი პრობლემა არსებობს. გვაწუხებს და აქ სტადიონი უნდა ბოლომდე უნდა გაკეთდეს, სანიაღრო სისტემა მოწესრიგებელია და იმიტომ მოვედით, რომ ბატონ გიორგი თოდუას მივცემთ მხარდაჭერა მოსახლეობის თანადგომა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ზემოთ აღნიშნული რაც მე ახლა აღვნიშნე, ყველაფერი რომ გააკეთოს და მოაწესრიგოს. რესპუბლიკური პარტიის წევრები და ლიდერები აქტიურად განაგრძობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.